ეს პოდკასტი შეეხება რომის უკანასკნელ იმედს, მაიორიანის. მაიორიანი დაიბადა არც ისეთ მდიდარ არისტოკრატიულ ოჯახში. ისინი პანონიაში ცხოვრობდნენ. პანონიაში ბევრი ქალაქი სარმატების ლაშქრობის შემდეგ იყო მიტოვებული და განადგურებული. ახალგაზრდა მაიორიანი ხედავდა იმპერიის დაცემას, სიღარიბეს, რომის სიზუსტეს და კითხვას სვამდა, რა მოვიდა რომის იმპერიას, იმ იმპერიას, სადაც ის ცხოვრობდა. მან კარგად იცოდა რომის ძველი დიდების შესახებ. მან იცოდა კეისარის, ტრაიანეს დროინდელი დაპყრობების შესახებ და კითხვას სვამდა, როგორ შეიძლებოდა რომის იმპერია ესე დაცემულიყო. სწორედ ბავშვობაში მის ცნობიერებაში დაიბადა გრანდიოზული იდეა. აღედგინა რომის ძველი დიდება. სწორედ ამიტომ 17 წლის ასაკში მაიორიანმა დაიწყო დასავლეთ რომის იმპერიის არმიაში მსახურება. ის მსახურობდა ისეთ დიდ რომაელ მხედართმთავრის ქვეშ, როგორც იყო ფლავიუს აეციუსი. აქამდე აეციუსთან მსახურობდა მისი მამა. მაიორიანმა ჯარში თავი გამოიჩინა. 455 წელს ფრანკების შემოსევისგან დაიცვა ქალაქი ტური. 458 წელს კი ბაგოუდების აჯანყება ჩაახშო. იმავე წელს კი ფრანკებით დაამარცხა. მისმა წარმატებამ თავად იმპერატორ ვალენტინე მესამეს ყურადღება მიიპყრო, რომელმაც გადაწყვიტა თავის ქალიშვილი პლაციდია დაეკორწინებია მასზე. ვალენტინე მესამემ, რომელმაც კვლავ რავენადან რომში გადაიტანა დედაქალაქი, რომშივე დაიბარა მაიორიანი, სადაც მოხდა მათი პირველი შეხვედრა. მაგრამ აეციუს, რომელსაც უნდოდა იმპერატორის ქალიშვილი თავის ვაჟზე დაეკორწინებინა, ვერ შეეგუებოდა მაიორიანის მსგავს წარმატებას. იმის მიუხედავად, რომ ცოლი აეციუს თხოვდა მაიორიანის სიკვდილით დასჯას, აეციუსი არ დათანხმდა ამას, რადგან ერთად უამრავი ბრძოლა ჰქონდა გადატანილი და პატივს სცემდა მის ვაჟკაცობდას. ის არ დანებდა ცოლის ზეწოლას, მაგრამ აეციუსმა ჩამოაშორა არმიას მაიორიანი. მაიორიანი ჩამოშორდა სამხედრო საქმიანობას. სწორედ ამ დროს მაიორიანმა გადაწყვიტა ცოდნა შეეძინა. ის ინტერესდებოდა წარმატებული რეფორმებით, ძველი იმპერატორების დიდი საქმეებით. ის სწავლობდა რომის იმპერიის დაჩანაკების მიზეზებს. სწორედ ამ დროს ის ფიქრობდა, რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში, თუ კი იმპერატორი გახდებოდა. რას გააკეთებდა, რომ შეეჩერებინა რომის დაცემა და აღედგინა რომის დიდება. სწორედ მაშინ, როცა ის სახლში იმყოფებოდა, 451 წელს მან გაიგო აეციუსის გამარჯვების შესახებ, კატალონიის ველზე, სადაც რომმა და მისმა მოკავშირეებმა დაამარცხეს ჰუნები ატილას მეთაურობით. 454 წელს კი მას ახალი ამბავი მიუვიდა. რომის იმპერატორმა ვალენტინე მესამემ საკუთარი ხელით შეთქმულებით მოკლა აეციუსი. ამის შესახებ, როგორც ამბობენ, ერთმა მრჩეველმა უთხრა იმპერატორს: სამართლიანია თუ არა ეს ბატონო, მე არ ვიცი, მაგრამ ვშიშობ, რომ თქვენმა მარცხენმა ხელმა მოკვეთა თქვენი მარჯვენა ხელი. აეციუსის სხეული საერთო ფორუმზე გაიტანეს, რათა ყველას ენახა ის. იმპერატორმა მოიწვია სენატი, რათა ისინი მისკენ მოემხრო. იმპერატორი აეციუსის ხალატის ნიშნებზე საუბრობდა, მაგრამ იმპერია უკვე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. აეციუსი იყო ის პიროვნება, რომელიც იმპერიის მყიფე ერთიანობის გარანტი იყო. ამით ისარგებლა ბევრმა და დაიწყო აჯანყებები. მაგალითად, მაგისტრი მილიტო მარცელიუსი აუჯანყდა იმპერატორს და დალმაცია აღარ ემორჩილებოდა რომს. იმპერატორს სჭირდებოდა დახმარება, ამიტომ მას გაახსენდა მაიორიანი. იმპერატორის ბრძანებით მაიორიანი კვლავ მივიდა რომში. ვალენტინემ უბრძანა მაიორიანის, რომ კვლავ შეეკრიბა ჯარი, რომელიც აეციუსის შემდეგ დაიშალა და რომელიც აეციუსის ერთგული იყო. იმ დროს, როდესაც მაიორიანი რომიდან გავიდა, რათა ჯარი შეეკრიბა, ვალენტინე ესტუმრა მარსის მოედანს, სადაც 100 წლის წინ იმპერატორმა ადრიანემ ააშენა პანთეონი. იმ დროს, როდესაც იმპერატორი ცხენით მიდიოდა, ორი მკვლელი სახელად ტრაუსტილა და აპტილა უცბად გაუფრთხილებლად გამოჩნდნენ და მოკლეს იმპერატორი. ამბობენ, რომ იმპერატორის არც ერთი დამცველი არ მიისწრაფებოდა იმპერატორის დასახმარებლად, რადგან ისინი ყველა აეციუსის მომხრეები იყვნენ და არ აპატიეს იმპერატორს აეციუსის სიკვდილი. ისეთი წყარო, როგორიც არის იოანე ანტიოქელის ცნობა, გვეუბნება ჩვენ, რომ ამ მკვლელობის უკან ვინმე პეტრონი მაქსიმი იდგა. წყარო გვეუბნება ჩვენ, რომ აქამდე სწორედ პეტრონი მაქსიმის ინტრიგების შედეგად იმპერატორმა ვალენტინემ დაიჯერა აეციუსის ღალატის შესახებ და ის იდგა ამ ყველაფრის უკან. მართალია ეს ყველაფერი დოტყვილი, ამის დადგენა ახლა ცოტა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ იმპერატორის სიკვდილიდან მეორე დღეს პეტრონი მაქსიმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამ დროს მაიორიანი ჯერ კიდევ გაფანტულ ჯარს აგროვებდა
და სათანადო ძალები არ გააჩნდა. იმპერატორის მკვლელობა რომის ყველა მტრისთვის გახდა სასიხარულო ამბავი. ყველამ დაიწყო რომის წინააღმდეგ გალაშქრება. ვეზგოთებმა დაიკავეს ესპანეთის დიდი ნაწილი. ფრანკებმა დაიკავეს რომის ჩრდილოეთ ტერიტორია. ალემანები გადმოვიდნენ შეტევაზე და დაიკავეს რომაული ტერიტორიები. ბურგუნდებმა თავის ტერიტორიები გაზარდეს რომის ხარჯზე. ხოლო ვანდალებმა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში იყვნენ გამაგრებულნი, მათი მეფის გაეზერიხის მეთაურობით გადაწყვიტეს თავად ქალაქ რომს დასხმოდნენ თავს. გაეზერიხმა იცოდა, რომ ჯერ აეციუსის, ხოლო შემდეგ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ რომაული ჯარი დეზორგანიზებული იყო. რომაული ჯარი სხვადასხვა მხედართმთავრების ირგვლივ იყვნენ დაყოფილი და ერთმანეთში კოორდინაცია არ გააჩნდათ. მაქსიმინუსი იტალიაში იყო. რეცემირი და მაიორიანე ასევე იტალიაში იმყოფებოდნენ. მარცელიუსი დალმაციაში იყო, ხოლო აგიდუსი გალიაში. რომაელების შეთანხმებული წინააღმდეგობა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთ რომის იმპერატორი მარციანე არ ფიქრობდა დასავლეთის დახმარებაზე. ამ ყველაფრით ისარგებლეს ვანდალებმა და ფლოტის ჯარი გადასხეს იტალიაში. ვანდალებმა დიდი წინააღმდეგობის გარეშე 455 წელს აიღეს ქალაქი რომი და სასტიკად გაძარცვეს. მართალია აქამდე რომი აუღიათ ვეზგოთებს, მაგრამ იმის შემდეგ რომი კვლავ აღდგა და კვლავ გრანდიოზული ქალაქი იყო. აი ვანდალების შემდეგ კი რომი საფუძვლიანად გაიძარცვა. დაინგრა უამრავი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი. ყველანაირი ლითონი გატანილი იყო, მათ შორის ძეგლები. 2 კვირის განმავლობაში ვანდალები ყველაფერს ძარცავდნენ. ამ დროს იმპერატორი პეტრონი მაქსიმი იმის ნაცვლად რომ ქალაქის დაცვის ორგანიზება მოეხდინა, შეეცადა ქალაქიდან გაქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანის დასაცმელით, მაგრამ ის შენიშნეს და ჩაქოლვეს. მისი გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ესე უსახელოდ მოკვდა იმპერატორი მაქსიმი, რომელმაც 2 თვე-ნახევარი მართა ქვეყანა. ამ პერიოდში რომაელი მხედართმთავარი ავიტუსი იმყოფებოდა ვეზგოთების მეფესთან, თეოდორიხ მეორესთან მოსალაპარაკებლად. თეოდორიხმა ისარგებლა რა ამით და ავეტიუსი იმპერატორად გამოაცხადა. ავეტიუსი, რომელიც ვეზგოთების ჯართან ერთად შევიდა რომში, ძალიან ცივად დახვდნენ, როგორც ბარბაროსების მიერ არჩეულ იმპერატორს. სხვა მხედართმთავრებმა ავეტიუსის ძალაუფლება არ აღიარეს. 456 წელს ვანდალებმა აიღეს ქალაქი კაპუა და გაძარცვეს ის. ავეტიუსი არ აღმოჩნდა ძლიერი მმართველი. ის მხოლოდ ნაცნობებს ნიშნავდა მაღალ თანამდებობაზე, რაც კიდევ უფრო დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამის გარდა რომში დაიწყო შიმშილი და რესურსების სერიოზული დეფიციტი. ავეტიუსი იძულებული იყო დაეშალა ვეზგოთების არმია. მან გადაადნო უამრავი ბრინჯაოს ქანდაკება და მოჭრა მონეტები. ამ მონეტებით კი ვეზგოთთა ჯარი გაისტუმრა. ამის შემთხვევაში მაიორიანი და მისი მოკავშირე რიციმერი, რომელსაც უკვე მოახერხეს ჯარის შეკრება, აუჯანყდნენ ავიტუსს. ავიტუსმა დატოვა რომი და გაემართა გალიაში, რათა ვეზგოთებთან მისულიყო და ვეზგოთთა დაშლილი ჯარი კვლავ მოებრუნებინა. მაგრამ ავეტიუსი პლაცენტიაში შეიპყრეს და მოკლეს. საპასუხოდ ავეტიუსის მოკავშირეები, გალო-რომაული არისტოკრატია აუჯანყდა რომს. ამით ისარგებლეს ვეზგოთებმა და შეიჭრნენ სამხრეთ გალიაში და ფედერატობის სტატუსი გადააგდეს, ხოლო ბურგუნდებმა დაიკავეს რომაული ტერიტორიები. აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა ლეო პირველმა არ აირჩია დასავლეთ რომის იმპერატორი. არამედ მაიორიანე დანიშნა სამხედრო მაგისტრად, ხოლო რიციმერი პატრიციად და სამხედრო მაგისტრად. მათ დაავალა იტალიის მართვა აღმოსავლეთ რომის იმპერატორის სახელით. რიციმერი იყო წარმომავლობით ბარბაროსი და იმპერატორის სტატუსი არ ეკუთვნოდა, მაგრამ მაიორიანე რომაელი იყო და მისი იმპერატორობა სავსებით შესაძლებელი იყო. სიტუაცია გამოსწორდა იმით, რომ მაიორიანის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა ბურკომ დაამარცხა შემოჭრილი ალემანები. ეს გამარჯვება გაბუქებული იყო და მიეწერა მაიორიანეს, რამაც უზრუნველყო ის, რომ მისი ავტორიტეტი გაიზარდა და ის 457 წელს იმპერატორად გამოაცხადეს. სენატმაც ხარი დაუჭირა მას. ამ დროს ვანდალები კვლავ გადმოვიდნენ რომში, მაგრამ ამჯერად მაიორიანემ სასტიკად დაამარცხა ისინი. მან დაიწყო რეფორმების გატარება. კორუფციას მაგრა დაარტყა, რამაც რომაული პატრიციების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის მიუხედავად ფინანსური მდგომარეობა რომში გაუმჯობესდა. მაიორიანეს გაუჩნდა რესურსები, რომ დიდი ჯარი შეექმნა და ფლოტიც აეშენებინა. ამ ფინანსებით მან უზრუნველყო იტალიის დაცვა. მან დაიწყო 2 ფლოტის შექმნა. მან ასევე აჯანყებული მარცელიუსი შემოირიგა და დალმაცია დაუბრუნდა რომს, მარცელიუსის ჯართან ერთად. მან გადაწყვიტა გალიის დაბრუნება. რიცემერი დატოვა იტალიაში და თავად ვეზგოთების წინააღმდეგ გაემართა საბრძოლველად. 458 წელს არელატში მაიორიანემ დაამარცხა ვეზგოთები.
ვესტგუთების მეფე იძულებული გახდა დაებრუნებინა ესპანეთი რომისთვის და კვლავ ფედერატების სტატუსი შესულიყო რომში. მაიორიანემ დანიშნა თავის მეგობარი, ნეპოტინიუსი, ესპანეთის მმართველად. თვითონ კი გალიის დასამორჩილებად გადავიდა. მან ლუგდუნში ბურგუნდიელები დაამარცხა, ხოლო გალო-რომაული არისტოკრატია დიპლომატიურად შემოირიგა. ამის შემდეგ მან უბრძალა მარცელიუსს სიცილია დაეკავებინა. თვითონ კი ესპანეთში გადავიდა, რათა ფლოტთან ერთად გადასულიყო აფრიკაში და ვანდალების სამეფო გაენადგურებინა. მარცელიუსმა დაიკავა სიცილია და დარჩა იქ, რათა გაემაგრებინა რომაული პოზიციები. მაიორიანემ კი ჯერ სვევები დაამარცხა, რითიც მთლიანად ესპანეთი შემოიერთა და შემდეგ პორტუს ილიკუტუსში გადავიდა, რათა ფლოტთან ერთად ჩილოდ აფრიკაში გადასულიყო. ვანდალების სამეფოს განადგურებით რომი უსაფრთხო იქნებოდა. დიდარი რეგიონი დაუბრუნდებოდა რომს და სტაბილურობა აღდგებოდა. დასავლეთ რომის იმპერიის გადარჩენა სავსებით რეალური იყო. მაიორიანე რომის გადამრჩენელი უნდა გამختارიყო, მაგრამ ისტორია სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ვანდალების მეფემ გაიზერიხმა მოისყიდა რომაელები, მაიორიანეს ოპოზიციური სენატორები, რომლებმაც რომს საშინელი საქმე გაუკეთეს. იმ დროს, როდესაც მაიორიანე ემზადებოდა ჩილოდ აფრიკაში გადასულიყო, თავად რომაელების ნაწილმა საღამოს გადაწვა ფლოტი. მაიორიანეს აღარ ჰქონდა საშუალება ჩილოდ აფრიკაში გადასულიყო. მან დაშალა ჯარი და გადაწყვიტა იტალიაში დაბრუნებულიყო, რათა ახალი ფლოტი შეექმნა. ამ დროს კორუმპირებულმა არისტოკრატიამ გადაწყვიტა იმპერატორის დამხობა, რადგან მისი რეფორმები კორუმპირებულ სენატორებს მნიშვნელოვნად ასუსტებდა. სამაგიეროდ რომის იმპერიას აძლიერებდა და გადარჩენის საშუალებას აძლევდა. მაიორიანეს მიზანი რეფორმების გაგრძელება იყო. მას არ ჰქონდა საფუძველი თავის მეგობარს, რიცემერს რომ არ დობოდა. სულ ცოტა ხნის წინ ისინი ერთად ოცნებობდნენ რომის იმპერიის დიდების დაბრუნებას. ამიტომ ის მცირედ თანხლებთან ერთად მივიდა რიციმერთან. რიციმერმა ნახა რა ეს, დააპატიმრა იმპერატორი. მან ტანსაცმელი გადახადა და თავის ლეგიონერებს უბრძანა რომ ეცემათ იმპერატორი. 5 დღის შემდეგ მას თავი მოკვეთეს, ხოლო მისი დასახიჩრებული ტანი მდინარეში ისროლეს. მაიორიანე 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაიორიანეს სიკვდილის შემდეგ რიციმერმა იმპერატორად დანიშნა მარიონეტი ლიბიუს სევერიუსი, რომელსაც თვითონაც და კორუმპირებული სენატორებიც მარტივად მართავდნენ. ამის შემდეგ იმპერიამ დაიწყო დაცემა. მაიორიანეს მოკავშირეებმა ნეპოტიანუსმა ესპანეთი გამოყო იმპერიისგან, ხოლო მეორე მოკავშირემ აეგდიუსმა კი გალია. მარცელიუსმა კვლავ გამოყო დალმაცია რომის იმპერიისგან. ვესტგუთები, ბურგუნდიელები და ალემანები კვლავ შეიჭრნენ იმპერიაში. ამან გამოიწვია სერიოზული კრიზისი რომის იმპერიაში. ეს კრიზისი ზუსტად 10 წლის შემდეგ დასავლეთ რომის იმპერიის დაცემას გამოიწვევს. რიციმერი, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა მაიორიანე, ვერ აღმოჩნდა სათანადოდ ნიჭიერი ადამიანი და ვერ შეძლო ბარბაროსების შეჩერება. ისტორიაში ადამიანის როლი უდიდესია. ერთი ადამიანის სიკვდილით გაიწირა რომის იმპერიაც. რომა საკუთარი მცველები თავისი ხელით მოკლა. რომა მოკლა ტილიქონი, აეციუსი და ბოლოს მაიორიანეც, რომლებსაც შეეძლოთ რომის გადარჩენა. როდესაც შენი პოლიტიკური სისტემა კლავს იმ ხედავთავრებს და პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომელსაც შენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, შენ უბრალოდ ვერ გექნება მომავალი. შენ განწერული ხარ. ესე მოუვიდა რომის იმპერიასაც. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. გთხოვთ დაალაიქოთ და გააზიაროთ ვიდეო.